ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაძლოა გაუქმდეს და მოსწავლეები უნივერსიტეტში სკოლაში მიღებული შეფასებით ჩაირიცხონ. პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიში განხილული არის განათლების სექტორში დაგეგმილი ინოვაციები, მათ შორის სკოლიდან უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლის ცვლილებები. პრემიერ-მინისტრის ანგარიში განმარტავს უმაღლეს სასწავლებლებში მიღების მრავალკომპონენტიან სისტემას. ის მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში, რომელიც შეაფასებს ცოდნასა და კოგნიტურ უნარებს, ასევე აპლიკანტის საშუალო ქულას GPI-ს, საშუალო სკოლის დონეზე და დამატებით კრიტერიუმებს, რომლებსაც განსაზღვრავს უმაღლესი სასწავლებელი. პედაგოგები ამ საკითხზე მოსაზრების დაფიქსირებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. მამავაჟა სონყულაშვილის შეფასებით კი თუ სიახლე დაკანონდება, ეს სკოლასა და მოსწავლეების სწავლების ხარისხზე დადებითად აისახება. ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ, როგორც განათლების სისტემაში, ეკლესიამაც და რა თქმა უნდა ოჯახმა, მშობლებმაც, რომ ყოველთვის ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რაც მომავალ თაობისთვის იქნება სასარგებლო. ამ შემთხვევაში ახლა საუბარი არის, რომ შესაძლოა გაუქმდეს ერთიანი გამოცდები და სკოლის გამოცდები იყოს ანიშნული. უნდა ძალიან ბევრი მსჯელობა მოხდეს ამის ირგვლივ და ერთი ფაქტი არის, რომ უნდა დაისახოს რა პრობლემებია დღეს ახალგაზრდებში სკოლაში და აქედან გამომდინარე უნდა შეუსაბამოთ ის გადაწყვეტილება და სწორად მივიღოთ ის გადაწყვეტილება და ის საჭირო გადაწყვეტილება, რაც მოიტანს სარგებელს ახალგაზრდებს. ამ შემთხვევაში ახლა სკოლას ვფიქრობ, რომ აი აკადემიური მოსწრება ძალიან დიდი პრობლემა არის, ხო? ასევე ცოდნა განათლება, თუნდაც უკვე ბავშვები ჩამორჩენა ძალიან დაბალ დონეზეა დღეს განათლება სამწუხაროდ აი მსოფლიო გამოკითხულთა ესე ვთქვათ ძალიან დაბალ დონეზე არის საქართველოს მოსახლეობა და ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ, რომ სკოლის ავტორიტეტი, სკოლის პრესტიჟი და პედაგოგების ღირსება იქნეს დაცული და რა თქმა უნდა ჩვენი მომავალ თაობისთვის, რომ მომავალ თაობა იყოს ჯანსაღი და განათლებული.